საქართველოს კიდევ ერთი პირსისხლიანი და ღრუტუნა ვირუსი დააცხა თავს სახელად H1N1. საგანგებო თათბირი ჯანდაცვის სამინისტროში დღეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში 33 ექიმები დაიბარეს. ხორის გრიპის სეზონის მოახლოების გამო მედიკოსებმა სპეციალური ინსტრუქტაჟი მიიღეს. გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ბრიგადებს H1N1 ტიპის ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებიც გადაეცათ. საჭიროების შემთხვევაში კატასტროფის ცენტრის ბრიგადები ხორის გრიპით ინფიცირებულ პაციენტებს რეგიონებიდან თბილისში გადმოიყვანენ. ამ სეზონზე ქვეყანაში H1N1 ვირუსის პირველი შემთხვევა უკვე დაფიქსირდა. ვირუსი 26 წლის გოგონას აღმოაჩნდა. უკვე მომზადებულია სპეციალური იზოლირებული პალატები, სადაც მდგომარეობის დამძიმების შემთხვევაში ინფიცირებულებს მოათავსებენ. მე იცით რა მაინტერესებს? რა უფრო საშიშია ღორის გრიპი თუ ტრანსპორტის გაძვირება? წყლის გადასახადი თუ გრიპი? მედიკამენტების ხელმიუწვდომლობა თუ გრიპი? არ გვაკმარეთ სოსოთოპურიზის გრიპი და H1N1 და ახლა ღორის გრიპსაც გინდათ რომ ესე იგი შეუშინდეთ? ისე საინტერესოა, სად უნდა შეგვეყაროს ეგ ღორის გრიპი? ტრანსპორტით ვერ გადავაადგილდებით, რადგან ძვირია. ჩვენ სახლებში ცივა და იქ გრიპი შესაბამისად ვერ შემოვა. ღორის ხორცს ჩვენ არ ვყიდულობთ. ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ აქვს. აბა სად უნდა შეხვდეს ახლა ეგ გრიპი? მივხვდი. საპროტესტო აქციები. ყველაზე დიდი კერაა ღორის და სოსოს და ვანოს გრიპისა. გვეუბნებიან რომ არ შეიკრიბოთ ერთად, თორემ ყველა დაინფიცირდებით და ჩვენ ვეღარ გიშველით. მოკლედ ხალხო, დაიშალეთ სახლებში, თორემ სამომავლოდ ქათმის გრიპიც დაგაცხრებათ თავზე და თუ ქათმის გრიპმაც ვერ გაგტეხათ, უთუოდ შეგეყრებათ ზონდერ ბრიგადების გრიპი, რომელსაც ძვლების ტკივილი და დაბეჟილობები ახასიათებს. მაგრამ რა თქმა უნდა არსებობს ზონდერ ბრიგადების გრიპის ვაქცინაც. ოღონდ ამ ვაქცინას გამოგონება უნდა. სხვათა შორის ვერც ღორის გრიპი და ვერც ზონდერების გრიპი ვერას დაგაკლებთ, რადგან ეს გრიპები სინამდვილეში არ არსებობს. და მხოლოდ მოგონილი ჭორია, ხელისუფლების მხრიდან, რომ ხალხი ერთად არ დადგეს და არ შეიკრიბოს. ევროპაში საშინელი მდგომარეობაა შექმნილი კი. კერძოდ ლონდონი მასობრივი საპროტესტო აქციების ცენტრად იქცა. ლონდონში სტუდენტების საპროტესტო აქცია არეულობი და დაპატიმრებები დასრულდა. დაკავებულია 32 დემონსტრანტი. შეტაკებები სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის გვიან ღამემდე გაგრძელდა. დემონსტრანტებმა, რომლებიც სწავლის გადასახადის გაზრის გეგმას აპროტესტებდნენ, უნივერსიტეტების, სკოლებისა და კოლეჯების შესასვლელები დაიკავეს. შემდეგ იერიში მიიტანეს პოლიციელებზე და მათი მანქანები დაამტვრიეს. არეულობის შედეგად 2 პოლიციელი დაშავდა. ლონდონის გარდა მსგავსი აქციები მანჩესტერში, ლივერპულსა და ბრაიტონშიც გაიმართა. რა ნორმალურად იქცევიან ეს ბრიტანელები? ვანდალიზმი ეს და მეტი არაფერი. ისე შაბეჭდილება მრჩება რომ განუვითარებელი ქვეყანაა ინგლისი. შემოვხედეთ რა ჩვენ ქართველებს. როგორც ესრიგიანად ვიქცევით. გამოვაცხადეთ რომ შეკრებას ვაპირებდით, მერე გავმართეთ მიტინგი. ვისაც რა ქონდა სათქმელი ვთქვით ერის და ბერის წინაშე და სათქმელი რომ ამოუწურეთ ორგანიზებულად დავიშალეთ. არა, ქუჩა კი გადავკეტეთ, მაგრამ ახლა ლეწვაზე და მტრევაზე კი არ გადავსულა. არ მოგვეწონა ახალი კონსტიტუცია? გამოვედი და ყველამ ერთად არაკანონიერად გამოვაცხადეთ ის. თქვენ სწავლის გადასახადის გაძვირება ნებისმიერი რამ რაც არ მოგწონთ, გამოდით და დელეგატების აბსოლუტური უმრავლესობით და მათი მხარდაჭერით გამოვაცხადეთ კანონგარეშე. ეს იქნება მნიშვნელოვანი და მაღალი დონის გადაწყვეტილება, რომელსაც თაობები დაგიფასებენ. გუშინ გამართულ მეტად უცნაურ კრებას დღეს მორიგი უფრო მცირე რიცხოვანი გაგრძელება მოჰყვა და კრების ლიდერებმაც არც თუ სასურველი არგუმენტები მოიყვანეს თავის გასამართლებლად. ძალიან სოლიდური რაოდენობის ხალხი მოვიდა გუშინ, მაგრამ იმ რაოდენობის ხალხით ჩვენ რაღაც სხვა გეგმის განხორციელებას ნამდვილად არ ვაპირებდით და არავით არ ესე იგი 20,000 კაცით არავით არ ავანტიურაზე წასვლა არ შეიძლება ხალხო ეს თავისთავად ცხადია მე მგონი. სახალხო კრების ინიციატორები ამბობენ რომ ცოტა ხალხი მოვიდა და აბა რა უნდა გვექნაო. მე დარწმუნებული ვარ, ბევრიც რომ მისულიყო, მაინც იტყოდნენ ცოტანი ვართ. ესე იგი ლიდერებმა ისევ ხალხს დააბრალეს თავიანთი წარუმატებლობა. ისევ ხალხი არის დამნაშავე. ხალხის ბრალია რომ ასეთი ოპოზიცია გვყავს. 2011 წლის ბიუჯეტი რომ შემცირდა ვისი ბრალია? სიღარიბის ზღვარზე რომ არის ნახევარი მოსახლეობა ეს ვისი ბრალია? ხალხო, გადით და გაუყავით თქვენი არაფერი თქვენს მეზობელს და აღარ იქნება მშიერი. რით ვერ გაიგეთ რომ უნდა ადგეთ და მიხვიდეთ მიტინგზე?
საერთოდ უნდა შეიქმნას ხალხის დამსჯელი ორგანო, ოღონდ ამჯერად ოპოზიციის მხრიდან, რომელიც ძალით გამოიყვანს გაზულუქებულ ხალხს მიტინგზე. და თუ ბევრი ადამიანი მოგროვდება, ქმედით უნარიანი ნაბიჯების გადაგებას ვერ შეძლებენ, მაგრამ სამაგიეროდ ერთი პარტიის ხელმძღვანელი თვალნათლივ დაანახებს მეორე ოპოზიციური პარტიის ლიდერს, რომ ხალხის შეკრება მასაც შეუძლია. ისე, ერთი რამ მაკვირვებს. თუ კრება უნდა ჩაეტარებინა დარბაზში და იქ 2000 კაცზე მეც არ ელოდებოდით. ხომ ნახეთ, რომ ქუჩაში 20,000 მოვიდა. ამ რაოდენობას დარწმუნებული ვარ, ვერც ერთი დარბაზი ვერ დაიტევდა, მაგრამ ესეც ხომ ხალხის ბრალია. უფრო მეტი რომ მოვიდა, ვიდრე ელოდებოდით. ეხლა აბა ვისი ბრალი? სხვათა შორის, Facebook-ზე ერთმა მომხმარებელმა შეთხზა ასეთი ამოცანა. A პუნქტში შეიკრება 300,000 გამძვინვარებული მომიტინგე ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით. ამოცანა გვეკითხება, როგორ უნდა გადაადგილდეს ეს ხალხი B პუნქტამდე ისე, რომ B პუნქტში პრეზიდენტის ინაუგურაცია არ ჩაიშალოს და პრეზიდენტს ლეგიტიმურად მუშაობის უფლება მიეცეს. აქვე მოყვანილია მეორე ამოცანაც. როგორ შევკრიბოთ 20,000 ადამიანი 200 კვადრატულ მეტრზე ისე, რომ ამ ხალხის რაოდენობა არ აღემატებოდეს 30 კაცს. ანუ რატომ არ არის საკმარისი 20,000 ადამიანი მაშინ, როდესაც მხოლოდ ამ რაოდენობის მიათედის დანახვა შეუძლიათ ლიდერებს. მაგრამ ყოველივე ამის მიუხედავად, ნახეთ როგორ უყვართ ჩვენს ლიდერებს ჭკუის დარიგება. იფხიზლეთ ქართველები. იფხიზლეთ ქართველები. ეშმაკი არ ვინც ვერ მოვიდა, იმათან პრეტენზიები არ მაქვს, მაგრამ ვინც არ მოვიდა, ჩემო ძვირფასებო, დაანებეთ თავი ტელეეკრანებთან ყოფნას და ნუელოდებით, რომ აქ შუა საუკუნეების მსგავსი გმირები გამოჩნდებიან ასპარეზობაზე და ურჩხულს დაამარცხებენ. გამოდით ლეგენდებიდან. თვითოულმა თქვენთაგანმა მიიღეთ გადაწყვეტილება. თორემ ღვთის რისხვა სააკაშვილი გვყავს უკვე ქვეყანაში. მოიც. და ხო გამოვიდნენ. და რა ნახეს? არც არაფერი ისევ სახში დაბრუნდნენ. აი ახლა მე მაქვს ერთი მოწოდება ხალხისთვის. რადგან ისევ სახლებში დაგაბრუნეს და იძულებულები გაგხადეს მე მიყუროთ. ამიერიდან მე გავხდები თქვენი ლიდერი. მე ვიქნები შუა საუკუნეების გმირი, რომელიც შემუსრავს ბოროტ გველეშაპს. მე ვიქნები ლეგენდა და მე გაგიწვევი წინ გამარჯვებისკენ. ოღონდ ერთი თხოვნა მექნება, ხალხო. არასდროს არ მიიღოთ სხვა აბები. მანამდე კი გთავაზობთ კვირის განმავლობაში პოლიტიკოსების მიერ წარმოთქმულ მარგალიტებს. იცინიან პოლიტიკოსები. ჩვენს ეთერში. საქართველოს და შეერთებული შტატების პრეზიდენტი რეგულარულად საუბრობენ ტელეფონით. რამდენიმე შეხვედრა თემის შესდგა. ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა იყო ვაშინგტონში. მეცხრე ადგილი. შეუმუშავებთ უმცირესობის ინტეგრაციის პროგრამა ყველა სფეროში, უმაღლესი განათლებიდან სამართლად დამცავ ორგანოებამდე. საბჭოთა კავშირის უნდა ჩაერთო მერვე ადგილი. 4 წლის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველოს არა მარტო ერთ-ერთი უძველესი ევროპული ქვეყანაა, არამედ მყარად აქვს გადაწყვეტილი ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაცია. ქართველები გრძნობენ ევროპასთან სიახლოვის არსს და ვფიქრობ, ეს ენთუზიაზმი არ გამქრალა. აქ, ევროკავშირში და ევროპარლამენტში ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ დემოკრატიზაციას და დემოკრატიის სტანდარტები მაღალია, ისევე როგორც თავისუფალი ბაზრის სტანდარტები. ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, კონსტიტუციის, საარჩევნო კანონის, სასამართლო სისტემის რეფორმებს. მეშვიდე ადგილი. ჩვენ გამოგვიწევს გაცილებით მეტი სამუშაოს ჩატარება, გაცილებით მეტი შრომა, გაცილებით მეტი გარჯა და ჩვენ ისევ მივალთ იმ წერტილამდე ძალიან ახლო მომავალში, როდესაც აქ შეიკრიბება უზარმაზარი რაოდენობის ხალხი და ჩვენ რა თქმა უნდა ხალხთან ერთად მივიყვანთ ამ საქმეს ბოლომდე. მეექვსე ადგილი. გამოდით ლეგენდებიდან. თვითოულმა თქვენთაგანმა მიიღეთ გადაწყვეტილება. თორემ ღვთის რისხვა სააკაშვილი გვყავს უკვე ქვეყანაში. მეხუთე ადგილი. ჩვენ ვაცხადებდით, რომ კრება არის ბრძოლის დასაწყისი. თუმცა
თუ იქნებოდა გაცილებით მეტი რაოდენობა ადამიანებისა, ჩვენ მზად ვიყავით, რომ მოქმედება დღესვე დაგვეწყო. კრების ჩატარება. მეოთხე ადგილი. მიზანი იყო კრების ჩატარება და მე გამოვაცხადე პირდაპირ ვუთხრა თქვი რომ ჩვენ ეს არის ძალიან თქვენ ამ რაოდენობის ხალხი და ამ მასშტაბის ღონისძიება გახსოვთ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მესამე ადგილი. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პრეზიდენტ სააკაშვილს ძალიან ვრცლად უთხრა მადლობა. მეორე ადგილი. Morning Star-ი ძველმა თაობამ კარგად იცის. ეს არის კომუნისტების გაზეთი, ბრიტანელი კომუნისტების გაზეთი, რომელიც ფინანსდებოდა CK-ს მიერ და ეხა ფინანსდება კრემლის მიერ. ასეთი გაზეთები რუსებს ბევრი აქვთ. პირველი ადგილი. ვინ არის მომხრე, რომ 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ცნობილი იქნას ბათილად. მანდატებს ვთხოვთ ამრიგად 2010 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო ცვლილებები ბათილად, ანუ არარად იქნა ცნობილი. ეს გახდათ გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკოოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვა აბებს.